დავუვით პირდაპირ ეთისას ჟივი ხივი. ვინ ვისი შვილია მისთან არის? ვეღარ გავიგეთ, რა ხდება ჩვენს ვეღარ გავიგეთ. კაი გოგოა საკო. რა, ერთად გამოვიდეთ. მე ძალიან მომწონს ის მეორე ქალბატონი რო არ აპროტესტებს ამ. ქალბატონო კინა, მოგბრძანდი ერთად ნა გამოვიდეთ მე და შენ პოდიუმზე, მოდი. წამო. პოდიუმზე ჩქარა. მოდი. აქ რეკლამის დროს ისეთი მაგარი პოდიუმი იყო, ხომ არ გავიმეოროთ მაყურებლისთვის, მაგას ვფიქრობ. დატრიალდიდე? გავიმეოროთ პოდიუმი? აი, არ უნდა. კამეში გაიგეთ ნამჩხრების გამოწყობა. ვიციდი, აქ იყვან, ახლა შენც, ნასტია. კიციც ვიცი კიცს. მოდი ჩემთან ჩემოვამ. კარგი, მე ავარჩევ ფოტოებს მე. ვაიმე. ესე იგი, სულ რამდენიმე ხნის წინ Facebook-ზე ჩემო მეგობარმა გამაერთიანა, გამაწევრიანა ძალიან კარგ ჯგუფში. ჯორჯენ მამს, ანუ ქართველი დედები. გარდა იმისა, რომ ძალიან რადიკალურად შეიძლება. საკო რა მოხდა მე? გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრ ჩევას იღებ და გამოცდილებას უზიარებენ დედები ერთმანეთს, რაღაცას ვიტყვი და შემოვალ, კარგი? კარგი. ამას გარდა ძალიან კარგი თავისუფლად შეიძლება ითქვას მოძრაობა დაიწყო, დედების მოძრაობა. მოდი სტუდიაში დავპატიჟოთ სტუმრები. ჩემოვაყენე ერთად ვისაუბროთ. ეხლა ერთი წუთი დედის სტუმრებს წარვადგეთ. აჩვენეთ ვინ მოვიდა. ანა სტურუა, სალომე ვაჩნაძე, ირინა საფარაძე. გამარჯობა, მოგზავნდი. დიდი მადლობა სტუდიაში მოგზავნებისთვის. მადლობა თქვენ. იცი რა, ეს ისეთი თემაა, რომ წარმოუდგენელია გადაცემა არ მოამზადო და საეთერო დრო არ დაუთმო ამ ყველაფერს. ცოტა ხანი გავალ. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაჩნდა ფოტო. ოღონდ ეს ჩემ შემთხვევაში არ ყოფილა პირველი მინახავს მსგავსი შინაარსის ფოტოები, თუმცა ამ ფოტომ რატომღაც გამოიწვია რაღაცა ამ მოძრაობის დასაწყისი გახდა, ესე ვთქვათ. ძიძა, ოღონდ ზურგიდან შუახნის ქალბატონი, რომელსაც უჭირავს თოების ბავშვი ხელში და იყო ესეთი მოწოდება, რომ თუ ვინმეს გეცნობათ, თუ ვინმე მიცით ვინ არის ეს ქალბატონი ამ ბავშვი გეცნობათ, იქნებ დაგვეხმაროთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი არა ზიურის. ეს ადამიანი ძალიან უხეშად ექცევა ბავშვს და საბედნიეროდ მოხდა ისე რომ ვიღაცამ ამოიცნო, ხო? მოუყვეთ ეს ისტორია პირველ რიგში, ხო? ხო, ეს იყო მე მგონი პირველი შემთხვევა, როდესაც იდენტიფიცირება მოხდა. ხო, რატომ მოყვა პირველ რიგში ამას ესეთი ამ ფოტოს ესეთი მძაფრი რეაქცია, იმიტომ რომ ყველას გვინახავს ესეთი ფოტოები, ყველას ადიდაოდ ჩვენთვის განვიცდით, ცდილობდით რომ რაღაცა რამენაირად მშობლისთვის მიგვეწვინა ხმა, მიგვიწვენია კიდეც, თუმცა ეხლა ამ შემთხვევაში ეს დედების ამ 2500-მდე დედა არის ამ ჯგუფში გაწევრიანებული და შესაბამისად უფრო ორმაგად და ასმაგად განიცდიან ალბათ ყველას შვილის ესეთ შემთხვევას და სწორედ იქ დავინახეთ, რომ თურმე ძალიან ბევრი ყოფილვართ, ვისაც ეს თემა ძალიან გვაღელვებს და აქედან დავინახეთ ის რესურსი, რომ შეგვიძლია რაღაცა ცვლილება მოვახდინოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ რაღაცა აი ამ მიმართულებით წავსულიყავით, რომ როგორმე ძიძების მხრიდან მცირეწლოვანი ბავშვების ზეწალადობა, როგორმე შეგვეჩერებინა, შეგვემცირებინა, რაც გამოგვივა ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვცდილობთ და აი აქედან დაიწყო ეს მოძრაობა. რას გეგმავთ რომ გააკეთოთ კონკრეტულად თუ გაქვთ უკვე გაწერილი? ფოტოშორის გვაქვს და ანუ მოძრაობას ერქმევა თქვენთან ვართ და ამას აქ როგორ გითხრათ, ანუ პოზიტიური მხარეც და ნეგატიურიც, ეს რას ნიშნავს, ესე იგი თქვენთან ვართ, ანუ ჩვენ თქვენთან ვართ, ანუ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვინდა რომ ისე გამოვიდეს თითქოს ზოგადად ძიძების ინსტიტუტს ვართ. რა თქმა უნდა, ანუ ეს არის ადამიანები, რა თქმა უნდა, ჩემ შემთხვევაში ნამდვილად ეგრე იყო და ეგრე იქნება, ანუ პირიქით ეს არის ის ადამიანები ვინც რეალურად ჩვენ თვითონ უნდა მოვექცეთ ისე კარგად, რომ თვითონაც ზუსტად იგივენაირად კარგად მოექცენ ჩვენ შვილებს. ანუ პირიქით ეს ის ადამიანები, ვინც ჩვენ ოჯახის წევრებად მივიღეთ. უბრალოდ იყო რაღაცა ანუ ისეთი შემთხვევები, როდესაც სამწუხაროდ ანუ შეიძლება არ ვიცი ხა რა მიზეზით, მაგრამ ბავშვებზე ძალადობა, ანუ მეც პირადად შევსწრები ვარ, დედაც მიყვნია და ნუ არავითარ შემთხვევაში მოკლედ ვიტყვი რომ არ ვართ ჩვენ ამ ინსტიტუტის წინააღმდეგი. ჩვენი მთავარი მიზანია რომ ჩვენ თქვენთან ვართ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თქვენთან ვართ დადებით, ანუ პოზიტიური განწყობითაც, მაგრამ იმ შემთხვევაში ჩვენ თქმა უნდა, ჩვენ თუ რაღაცა ხედავთ, მაიდან რაღაცა მადვართ, ანუ ჩვენ ხედავთ და ვაკონტროლოთ, ანუ მონიტორინგი იქნება. ანუ ჩვენი მთავარი მიზანი იმ ძიძების დახმარება გჭირდება, რომლებსაც ჩვენ ასე ვენდობთ, ან ძალიან დიდი მიღმა და თქმა უნდა და ნუ პირიქით ჩვენ ძალიან ჩემი ოჯახი ძალიან გვიყვარხარ გამართლება ხო არ გვინდა უბრალოდ ისე გამოვიდეს ერთ ქვებში მოვხარშეთ ყველა არავითარ შემთხვევაში ანუ პირიქით ჩვენი
არ ვიცი, კონკრეტული მიზანი ეგაა. პირველ რიგში გვინდა რომ ძალიან დიდი მადლობა მოუხადოთ იმ ადამიანებს, ვინც დგანან ჩვენს გვერდით, იმიტომ რომ კი ბატონო, კეთილსინდის ერთ ფაქტორად ძალიან ბევრი შემთხვევაში უჩვენოთ უვლიან და ზრდიან ჩვენ ბავშვებს. იყო ჩემი ძიძა, მაგალითად, ჩემი ბავშვის ძიძა, იმიტომ რომ მას ვანდობდი ჩემს შვილს, ჩემს ქონებას, ყველაფერს, რაც გამაჩნია, ჩემ ეზოს წნარა წამოსული. მთელი დღის განმავლობაში კი ბატონო, ანუ უმეტეს შემთხვევაში ორივე მშობელი დაკავებულია და მუშაობს, შესაბამისად, ფაქტიურად უჩვენოთ ზრდიან ჩვენ შვილებს. შესაბამისად, ჩვენ მათგან გვინდა ყველაზე დიდი მხარდაჭერა იმ ძიძებისგან, ვინც არიან რეალურად ჩვენ აზრზე არიან, ასე ვთქვათ, რა ჩვენ აზრს ითვალისწინებენ და ფიქრობენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უსუსურ არსებაზე, ამ შემთხვევაში ბავშვზე რაიმე სახით, ფიზიკური იქნება ეს თუ ფსიქოლოგიური, რაიმე სახით ლაპარაკი არ იცის ბავშვმა და შეუძლია და რომ იცოდეს ლაპარაკი ბავშვებს აქვე გვინდა რომ ხაზი გაუსვათ, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ საკუთარი უფლებების დაცვა. შესაბამისად ეს ჩვენი უფროსების არამხოლოდ კი, თუმცა შეიძლება არ დაუჯეროთ ყოფილად პრეცედენტიც, რომ არ მშობლებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელი იყოს ყურადღებით და აუცილებლად მიაქციოს ყურადღება თუ რაიმე სახის ცვლილებებია. სწორედ მაგიტომ მუშაობთ ზოგადად გზამკვლევის შექმნაზე, ეს იქნება ინფორმაციული გზამკვლევი, ჩართულები არიან იურისტები, სოციმუშაკები, ფსიქოლოგები, პედიატრები, იმისათვის, რომ დაგვაკვალიანონ ზოგადად და მოგცენ გარკვეული ინსტრუქციები. როგორ ვიქცევით, რას ვაქცევთ ყურადღებას, თუნდაც აი როგორ შევარჩიოთ ძიძა სწორად. ან როგორ აღმოვაჩინოთ, რომ რაიმე სახის ცვლილება, მაგალითად ხო, რა ვიქცევი. მე ჩვენს ჯგუფში ამ შემთხვევაში ჯორჯიან მამს ვდებ პოსტს. აი ზუსტად ასეთი ტიპის ინსტრუქციებს უნდა შევხვდეთ კარგად და რატომ? იმიტომ რომ აი ის კონკრეტული პოსტი აღმოჩნდა, რომ იყო საკმაოდ გამართლებული იმ კუთხით, რომ არ იყო იდენტიფიცირებული, ანუ არ იყო საშუალება იმისა, რომ იდენტიფიცირება მომხდარიყო ბავშვის და ძიძის ხა, მაგალითად თქვენ ვერ მიხვდებოდით, ხო, სახე არ ჩანთ, მაგრამ დედა ან მამა აუცილებლად მოახდენდნენ იდენტიფიცირებას. ერთი ნაწილი თუ ჩანდეს მოხდები, რომ ჩვენ მაინტერესებს ვინ იცნო პირველად თუ არის ამის საშუალება. დედა მეძებნი და რა ხდება ისტორია როგორ გაგრძელდა საქმე. გაზომები მიიღეთ თქვენც და ვისაც ეხება. იცით როგორი ვარიანტია? ეს არის ძალიან კონფიდენციალური თემა, რატო? და მშობლის ყურადღების შემთხვევაში შეიძლება გააგლიჯოთ. მშობელმა ეს გაიგო, ეს არის მთავარი. და ჩვენ როგორც ვიცით, თუმცა ეს არ გადაგვიმოწმებია, მოყვა ამას შესაბამისი რეაგირება. თუმცა ჩვენ გვინდა რომ ეს გახდეს ბევრად უფრო მასშტაბური და არავინ თვალი არ დახუჭოს მსგავს და ალბათ მათ შემთხვევაში კორექტულობასაც მნიშვნელობა მიწოდება. უნდა მიყოთ მშობელს. შეიძლება აფექტში ეგეთი რაღაცა რომ გავიგო, არ ვიცი, რაღაც არ ვიცი. აი არის ეს რეკომენდაციები რომ გაყევით ბოლომდე, თუმცა ესეც არ არის ყოველთვის მოსახერხებელი, რომ ბოლომდე გაყევით ძიძას და დარეკოზარი და გამარჯვებათ მე პარკში დავინახეთ თქვენი ძიძა. ყველა შემთხვევაში უნდა გქონდეს დამადასტურებელი ფაქტი. ანუ არ უნდა გადაუღო ვიდეო, არ უნდა გადაუღო ფოტო, იმიტომ რომ მე შეიძლება ვიღაც რომ მევალ არ მენდოს ხო სიტყვაზე. ეხლაც მოხდა. კიფშიძეზე ერთ-ერთი შემთხვევა, დედასთან მივიდა მაღაზიის გამყიდველი და ანუ გოგოები მეუბნებიან რომ ბავშვზე ძალადობდა ძიძაო და დედამ ანუ ის გოგოები სად არიან დამალაპარაკეთ, ანუ გამყიდველს მაინც ისე არ დაუჯერა რომ მაინც არ გაუჩნდა რომ დამადასტურებელი ფაქტი გავუშვათ ვიღაცას ხელი. უჭირთ იმ ძიძების გაშვება, ვინც იცით რა არის, აი ძალიან მნიშვნელოვანია კიდე რომ მოხდეს იმაზე აქცენტი, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი, ნუ პროფესია, ან სამუშაოა, მე რაღაც მომენტში პროფესიას ვეძახი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტიტუტი ზოგადად პირიქით უნდა უფრო მეტად დაფასდეს, უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს ადამიანები ზრუნავენ იმაზე, რომ 3 წლამდე ყველაზე მნიშვნელოვანი ასაკი ბავშვის არიან ძიძები ბავშვებთან და ზრუნავენ მათ პიროვნულად ჩამოყალიბებაზე, ხო? კი, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მოდი გავაკეთოთ აქცენტი იმაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვინდა რომ უფრო მეტად პრესტიჟული იყოს ეს სამუშაო, ან თუნდაც პროფესია დავარქვათ. ამიტომ პირიქით ჩვენ დისკრიმინაცია კი არ გვინდა, ანუ პროფესიული კუთხით გვინდა მათი უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა შესაბამისად, რომ თქვენთან ვართ ზუსტად მაგას გულისხმობს, რომ მათთან ვართ პოზიტიური ასპექტითაც და შეიძლება თავ ძიძებსაც მოუწოდოთ რომ ჩაერთონ ამ დღის განმავლობაში ჩვენ ძირითადად ისინი ასეილებენ ბავშვები და აი არაფორმალური სტატისტიკიდან გამომდინარე დაკვირვებით აი თქვენც ახლა რომ გახვიდეთ და პარკში ამ დროს ანუ ორშაბათს ან სამშაბათს გაიაროთ ნახავთ რომ 10-დან
10-ვე ბავშვს თითქმის ასერნებს ძიძა. შესაბამისად, მათ რაღაცა პროფესიული სოლიდარობაც აქვთ, ერთმანეთის საქმეში არ ერევიან, უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს და ესეც გვინდა რომ გამოვასწოროთ. არ ნიშნავს მე თუ იქ არ ვარ, იმ მომენტში ეს იმას არ შეცდომ მე იქ არ ვარ. მე ჩათვალეთ რომ იქ ვარ, ანუ თქვენთან ვარ. ამას ორი მხარე აქვს, პოზიტიურიც და ბუნებრივია ნეგატიურიც, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ მოძალადე ძიძებს. ამიტომ ის ვინც ახლა გვისმენს, ხო, პირიქით გასწორდეს, რაღაცა გაიღიმოს, იმიტომ რომ ის ვინც კეთილსინდისერად იქცევა, ის პირიქით ის ჩვენთან ერთად არის რა. თქვენთან მოაზრე რა. ჩვენ ამ შემთხვევაში რაც შეგვიძლია მაქსიმალურად არის ის რომ ინფორმაცია მივაწვინოთ ყველას. იმ ძიძებსაც ვინც ჯგუფში თუნდაც არის 2000-ზე მეტი დედა და 2500-მდე. რაღაცა დიდი იმ ძიძებსაც გვინდა მივაწვინოთ, ხმა ვინც ასე ვთქვათ არაკეთილსინდისერად იქცევა რომ ჩვენ აუცილებლად იქ ვართ, ყოველთვის უყურებთ, ვიღაცა მაინც აღმოჩნდება და ეს ახლა პარკში და სახალხოთ რო ძალადობენ, ნუ ცოტა რთული წარმოადგენელი არ არის სახში რა სიტყვით გვეშინია. ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად მივაწვინოთ ხმა ამ ძიძებსაც და იმ მშობლებს, იმ ოჯახებსაც, ვისაც ყავთ ძიძები, რომ მაქსიმალურად ისე მოექცენ, როგორც უნდათ, რომ თავის შვილს მოექცეს ეს ძიძა შემდგომში. როგორ იქნება ეს კამპანია, ანუ რა არის დაგეგმილი შეგვიძლია ეს ეტაპობრივად ხო, პირველ რიგში პირველი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან არის ის, რომ ვცდილობთ ყველასნაირი საეთერო დრო გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ყველა სოციალური დაგეგმილი კიდევ სხვადასხვა რა ვიცი თუ მაქვს უფლება რომ თქვა ხუთშაბათს ვიქნებით რეალურ სივრცეში გადაცემაში პირველ აღსა სადაც იქნებიან ასევე ძიძებიც, იურისტებიც, ფსიქოლოგებიც ძალიან დიდი სერიოზული განხილვა იქნება სადაც ასევე ჩვენ დედები ამ ჯგუფიდანაც იქნებიან წარმოდგენილები და ვეცდებით რომ ჩვენი პოზიცია როგორღაც გავამყაროთ და ამის შემდეგ უკვე რომ ყველანაირი საეთერო გზით მივაწვით ამ ხალხს ინფორმაციას დაგეგმილი გვაქვს აქციებიც რაღაცა ესეთი გზამკვლევების შექმნაც რაც სალომემ უკვე თქვა მშობლებისთვის Facebook-ზე შეიქმნება ცალკე გვერდი ანუ ეს რო არ იყოს მხოლოდ დედებისთვის რო იყოს რაღაცა დისკრიმინაცია მამები, ბებიები, ბაბუები მეძდები ნათესავებია უბრალოდ ყველა მოქალაქე გვინდა რომ იყოს ჩვენთან ერთად სამოქალაქო პასუხისმგებლობა გაიზარდოს იქ დავდებთ იქავით ყურადღებით ანუ ის რაც ჩვენ ქართულ ენაზე ასე ვთქვა არიან ქართულ რეალობაში რომ მხოლოდ ოჯახის საქმე რეალურად ეს არ არის. იმიტომ რომ აი იმ კონკრეტულ შემთხვევებს რომლებიც დაფიქსირდა აუცილებლად მოყვება თავისი შედეგები. მაგალითად ძალიან ბევრი დედა ყვება რომ ბავშვს ჰქონდა რაიმე სახით ან ქცევითი ან ემოციური დარღვევა მოხდა ამ ადამიანის განთავისუფლება და შემდეგ გამოსწორდა მისი ქმედება, მისი ემოციური მდგომარეობა. ან ძალიან ბევრს ტირის ბავშვთან აღმოჩნდა რომ რაღაცასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ყოველთვის აქვს ამას მიზეზი. ამის რეკომენდაციასაც ვეცდებით მივცეთ მშობლებს რა სიმპტომებზე უნდა შეატყონ რომ რაღაცა არ არის რიგზე. ანუ ეს რეკომენდაციები დაფუძნებულია პედიატრის ჩვევებზე, ფსიქოლოგის ჩვევებზე და ასე რეალურად ანუ ძალიან აქტიურად ყავს ჩართული რამდენიმე ძალიან ისეთი საკმაოდ ცნობილი ხარ, ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი პროფესიონალი გვეხმარება და გვინდა რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩავთოთ და მოვუწოდებთ ყველას, ვისაც შეუძლია რომ დაგვეხმაროს თუნდაც იმ რეკომენდაციების შექმნაში, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში ამ გვერდს შევავსებთ ზუსტად ესეთი ინფორმაციული ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციებით, ასევე გაკეთდება არარეკომენდირებული ძიძების სია და რატო იცით, ანუ რომ ვიყოთ ეთიკურები და იურიდიულად რომ იყოს ეს ყველაფერი გამართლებული, ანუ გვინდა რომ გაკეთდეს ესეთი მარტივი სქემა, რომ მე მაგალითად მე ვარ დამსაქმებელი და მე შემიძლია არა მხოლოდ ძიძას უბრალოდ ჩემ თანამშრომელს, შემდეგ სამსახურში როდესაც მიდის, ნუ დამირეკავენ, მკითხავენ და მე ვეტყვი რომ მე ამ ადამიანს ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ რეკომენდაციას ვერ გავუწევ. ანუ დეტალების შემთხვევაში დეტალებსაც დაინტერესდება. კი ბატონო, ბუნებრივია დაინტერესდება, მაგრამ შეუძლია ამ ადამიანს არ თქვას ეს დეტალები არ და ვერ გავუწევ, ალბათ უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს და რაღაცა შეიძლება დეტალებს რეკომენდაციას, ანუ კიდევ ერთი ხო საინტერესო რასაც გეგმავთ, მე მგონი ძალიან საინტერესო ის, რომ ხშირად უკვე მშობლები აყენებენ მოსასმენ აპარატურას, კამერებს, რომ დარწმუნდნენ ძიძის, ასე ვთქვათ, სანდოობაში და ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ჩვენი ძალებით შევიძინოთ ეს თუნდაც 2500 პრინციპში პარანოია, ვიღაცა შეიძლება თქვას პარანოია, არა, ძალიან კულტურული ფორმა არის. ჩვენ შევიძენთ და შედეგი გვახსოვს ის ისტორია, როდესაც აღმოაჩინეს აქვს შედეგი. ნათესავი ადამიანი ძიძა, როდესაც ძალადობდა ბავშვს და ემკამერა. ჩვენ შეგვეძლება იმ საშუალება რომ შეიძინონ ეს კამერა. ჩვენ ვათხოვებთ. ანუ ამ ჯგუფის თუ რაღაცა თქვა საეჭვოს ტექნიკასაც ანუ ფიქრობთ, იმდენი ადამიანი ვართ, რომ რაღაც მინიმალური თანხარო შევაგროვოთ, შესაძლებელია კარგი აპარატური
ბავშვების ყიდვა, რომელიც აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერს მაღალ დონეზე ჩაიწერს, რომ თუნდაც მე თუ მოუნდება ამ ადამიანს დამადასტურებელ საბუთად გამოიყენოს. მაყურებელს კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ ეს Facebook-ის მისამართის გვერდი ჯორჯიან მამს და ნებისმიერ შეუძლია გაწევრიანდეს, ხო? კი, იქნება დედებს. ხო, ჯორჯიან დედს ძალკე არ გავაკეთო და ან მამები, ბებიები, ბაბუები და ასე შემდეგ ვაკეთებთ ამ მოძრაობას, რომელიც იქნება უფრო მასშტაბური და შესაძლებლობა იქნება ყველამ სურვილს და ვფიქრობ, რომ ყველას უნდა უნდოდეს ამაში ჩართვა, იმიტომ რომ ბავშვების უფლებების, ბავშვების დაცვა, მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ეს არის ჩვენი მოვალეობა. მშობლები ბავშვების დასაცავად. ხო, ამ ჩვენ დედები არიან, და სხვადასხვა თემებიც არის და ამიტომ გვინდოდა რომ ცალკე გამოგვეყვეს, ვინც კონკრეტულად ამ თემით უფრო დაინტერესებულია, რომ იქ რაღაც არიან ადამიანები, ვისაც საერთოდ არ აინტერესებს თქვა ეგ თემა და ისინიც არ შევაწუხოთ საერთო დროს და ტელეგადაცემის მე მგონი ეს ის თემაა ყველანაირი ფორმატის გადაცემას რომ მოერგება. კოლეგებს მე მგონი კარგი იქნება თუ მოუწოდებთ ჩვენი ეთერის საშუალებით ჩვენს კოლეგებს რომ დაუთმონ მაქსიმალურად მეტი საინფორმაციო დრო, საეთერო დრო იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტ დედამდე, მეტ ძიძამდე, მეტ მამამდე თემის მიტაცება პირიქით გამიხარდება, რაც უფრო მეტი ადამიანი გააშუქებს ამ თემას. ვირუსივით თუ მოედება. მე მგონი გაერთიანებულ დედების ძალას დედებს ყველას და ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს კიდევ ერთხელ, ვინც აი ჩვენ გვერდით დგანან და გვეხმარებიან ყველანაირად ძიძებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. აღმზრდელებს ძალიან დიდი აბსოლუტურად ყველა იდგება თქვენს გვერდით, ახლა კასტებად ნუ იმას ვიზავთ, ძიძაც, ადამიანის, ნებისმიერი სხვა პროფესიის, მეხანძრეც და ქირურგიც იქნება თქვენს გვერდით. ჩამოვყალიბდებით, გავაკეთებთ კონკრეტულ ინსტრუქციას, როგორ ვიქცევით, ამას ავჭურთავთ ჩვენ Facebook-ის გვერდზე და შემდეგ ყველა მოქალაქე პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ თავზე, რომ თუ მსგავსი პრეცედენტი დაფიქსირდა, ვიქცევით აი ამ ინსტრუქციის მიხედვით. ფონდს მივატევნებთ, როგორ განვითარდება და განხორციელდება ეს კამპანია. თქვენი აქტიური მხარდამჭერები ვართ, მე მგონი ჩვენი დღევანდელი გადაცემის მაგალითია ჩვენს თავსაც, რა თქმა უნდა. მე მინდა გადაცემის დასასრულს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა სათამაშოების მაღაზიას ბანას, რომელიც მოგაჩვენა ეს არაჩვეულებრივი გასართობები ჩვენი ბავშვებისთვის. მოდიდე ჩემთან. ეხლა უნდა დავიშვიდოთ მაყურებელს. ესე დამეგონა, რომ მე მგონი კენ აღარ. მე მგონი ექსპერიმენტმა ის რომ ბავშვებთან ერთად წავიყვანთ გადაცემა, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში გაამართლა. ინგლისური ექსპერიმენტის მიხედვით სამსახურში ბავშვები დაიტოვეს დღის ბოლომდე და რას დაიტოვებთ დღის ბოლომდე? სამშობლო რაღაც ხოა კიდე მეორე ეთერის მოსამზადებელი. ბევრად უფრო ხო დამტეს ამ ექსპერიმენტს, ბევრად უფრო შრომის უნარიანია დედაც, როდესაც და მამაც. იმიტომ რომ არის შვიდად. მე ვარ ბედნიერი შვიდად, როდესაც შვილი ყავს გვერდით. ხოდი ყველა ერთად დავემშვიდებოთ ახლა მაყურებელს ხვალამდე. იმოლს განვაცალკიდებთ. გამოიყვანე. მე იმას რომ ძალიან შემწირდება ამ მოძრაობის შემდეგ ძიძებით ეგრეთ წოდებული შავი სია. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ და ამაში ჩვენ უნდა მივიღოთ ძალიან ისეთი კაფეო მონაწილეობა. დიდი მადლობა. ხვალამდე. ხვალამდე.